იშვიათად თუ ნახავთ ისეთ მტრობას, როგორც პოლიკას და პაჭოს აქვს. თან ძმაკაცებიც არიან, რომ გითხო. თუ რა არიან ზუსტად, ვერც მე გავიგე. ჩვენ ხომ მეგობრები ვართ. რა ვართ? მეგობრები. ვერ გავიგე. ტრები ვართ, ტრები. პაჭო და პოლიკა მუდამ ერთმანეთის ჯიბრში დგანან, თუმცა რომელია გამარჯვებული? მოდი მათ შორის შემდგარ დაპირისპირებებსა და კომუნიკაციებს გადავხედოთ და მათი აურა გავზომოთ. ვიდეოს ბოლოს კი დავადგინოთ, რომელი უფრო მეტად უსრულებს მეორეს. კომენტარებში დაწერეთ, რომელი გონიათ, რომ გაიმარჯვებს. სხვადასხვის პასუხი არც მე არ ვიცი და ამ ვიდეოს კეთების მომენტში უნდა დავადგინო თქვენთან ერთად. გამარჯვებული პირველ 3 სეზონში გამოვლინდება, სადაც ბიჭებს ერთმანეთი არ დაუზოგავთ. სანამ დავიწყებთ და შეგახსენებთ, რომ ახალი სერია 30 მარტს დაიდება. პრემიერამდე კი ამ ვიდეოებით დავთქვეთ და გავიყვანოთ დრო. მაშასე დავიწყოთ სეზონი 1. ბიჭები. აი, ბიჭები, მომისმინეთ. რა ხდება პროჭიკ? მოკლედ. შეცფაჭო. მამა შენი საწყებული თემა იქნება ეგ. ვითომ რატო? იმიტომ რომ მეგრელები ხართ და ყველა მიცის რომ მეგრელები აფერისტები არიან და სულ რაღაცას ხლართავენ. დაიწყო ახლა ისევ. მამა ჩემი იაყოველი მაინც არა. მილიონჯერ გითხარი რომ მამა ჩემი იაყოველი არა. კარგი შეგრძნება, იმიტომ იყო რომ უგულო პროჭი ხარ, რომელიც ცხოვრებისეული სიამოვნების მოპოვებას ყოველთვის ხვისი დაცინვით ცდილობს. მოიცა შენ დევიშვილი არა ხარ? კი. რა არის რა? უიმე გეთქვა აქამდე დევიშვილს ნავს კი არა იარაღსაც მივყიდი თუ რამე. ძალიან კარგი კაცია, იაღოველების შეკრებაზე დავდიოდით ხოლმე ერთად. მოდი წაგებულმა ხალხი წავსელი ბჭი ხმამაღლა გააკუოს. მერე შეიზუნთქოს და ასექნას. ნამ. მოსულა? მოსულა. ნამ. რას მიჭერები ხარ? თვითონ თქვენ არ აკუებდეთ სახში. გამომივიდნენ აქ ყველაზე სუფთა და ისეთი წესიერი არსებები. პირველად ნახეთ რომ ბავშვს გაიკუებინოს, რანაირი სახელი. მიდი და დარჩი მაგ სახში თუ მაგარი ხარ. მიდი და შენ თვითონ დარჩი. მე არც მithქვავს რომ ვერ დავრჩებითქო ძმა, უბრალოდ ხასულს ვამ იმას რომ შიშარაკუანა ხარ და იმ სახში შენ მარტო ვერ დარჩები. დენს ვინჩივის წყალი იყოს თავარია, თორე პოლიკარო ტუალეტში შევა სული თუ არა სუნი მაინც მოკლავს უეჭველი. სეზონი 2. თქვენ კარგად იცით რომ პაჭო მეგრელია, რაც თავისთავად ეჭვის საფუძველს აჭერს. პოლიკ დაეგდეს კამზე, თორე მოვალ მან და მეგრული მუშტით დაგისიებს სახეს. შეიძლება ბატონო პაჭო. დღეიდან მიზნად ვისახავ ბევრი ვივარჯიშო და კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მივიღო მონაწილეობა. კრისტალბეთ ეროვნული ლიგის რა გითხრა პოლიკ, მაგრამ იმ სპორტზე შეგიძლია შეხვიდი, აი თავით რო საზამთროებს ამდროვე. დავადგინე რომ სექსუალური განათლების გაკვეთილი პაჭო კაკაჩია შემოტენილია, რადგან ჩვენი ახალი თაობა წარყვნას და თვითონ ანუ მეგრელები კარგი ტიპები გამოჩნდნენ, მაგრამ ვერ მაგართვით. რაზე ლაპარაკობთ? გახსოვს ერთი წლის წინ ნათრევ ნაგლეჯი რომ იპოვეს ტყესთან ახლოს და მთელი სკოლა იმას იძახდა, პოლიკა 40-მა დათმა იხმარაო? კი, მაგას რა დამავიწყებ, ჩემი ცხოვრების უბედნიერესი მომენტი იყო. პოლიკ, შენ არასდროს უნდა აქ ყოლოდით. წავალ და დოდოს ბოდიშს მოუხდი. აჰა, ძმაო, ესეც მე ვარ? მეგრელები. წავიდა რომ ეგრევე მოგებულის ხარეს დადგეს. რატომ აქვს ჩვენი სკოლის წყალს ფსელის გემო? ალბათ ეს კითხვა ყოველ ჩვენგანს გასჩენია თავში. ჩემი გამოძიებით დავადგინე რომ პაჭო კაკაჩია სასმელი წყლიდან სასარგებლო მინერალებს იპარავს და სამეგრელოში კონტრაბანდის სახით გზავნის. პაჭო, რაო რას ამბობენ? რაო და ვერ გადაწყვიტე შეგჭამონ თუ არა. ბებია ჩემი იძახის რომ დამპალი ხორცი ექნება არ ღირსო. აუф, ბაბუა შენ მარაო. მერყეობს დიდი თავი აქვს, ცოტა დაკლა გაჭირდება მეზარებაო. გმადლობთ პატრონა ბიჭვარო, თქვენ ხელს უწყობთ იმას რომ ჩვენ სკოლას ღირსეული პრეზიდენტი ყავდეს და არა ვიღაც დიშლა. რაო, რაებს იძახი ბიჭო ჩემზე? რას და სიმართლეს ვიძახი ძმაო, რომელსაც შენ ხალხისგან მალავ. უხშე კორუმპირებულ ნაგაო. სად იყავი შენ, ჩვენ რომ ამ სკოლის გადასარჩენად ვიბრძოლეთ? სად ვიყავი და ჩვენი კლასის უსაფრთხოებაზე ვზრუნავდი? უხშენი, დაგიზიებ თავს, რა იძახი ჩემზე? აჰა, გითხარი, მე გაგაფრთხილეთ. პაჭო კაკაჩია გამიზნულად აზიანებს თქვენს მერხებს, რომ შემდეგ ახლის საყიდლად გამოყოფილი ბიუჯეტი დადიანების სასახლის რეკონსტრუქციას მოახმაროს. რა? შენ ხوار გაგიჟდი? ტრაქში უთხრიათ მთელი სოფელი, იქ მარტო რა წაგვიყვანს. მომისმინე ბიჭო, სახში წამოხვალ, განდრონს წინ დავუდგებით, შევებრძოლებით და კაცურად მოიქცევით, გასაგებია? ერთ სიტყვას კიდე ვიტყვი და რაც სამეგრელოზე მოგატყუე მართლა აგისრულებ, იცოდე, გაიგე? აი პაჭო დამშვიდდი. ნუ ახლა მიხვედრა უნდა. პაჭო რო პროვოკაციას აწვევა დარწმუნებული ვარ. შეგეძი პაჭო. მოზგი ლამჯანოქსი ჯოღორის ქუა. აი პოლი გეყოფა. რა იყო პაჭუკა? შენი მეგრული სული ვერ ელება იმ ფაქტს რომ შენზე მე ჰაერს ვისუნთქავ, ხო? ბიჭები, არ დაიჯერებთ. რა ხდება პროჭიკ? რა და შეგეძი პაჭო. პოლი, ავდგები მამა ჩემს გავაღვიძებ და წაგვიყვანს.
ხო აღირსი დავაჭეროში ტრაქში. რა და მამა ჩემი დამპირდა თუ სკოლაში წახვა კრისტალბერგს ეროვნული ლიგის თამაშზე წაგიყვანო. მე თამაშზე მივდივარ, თქვენ ვერ მიდიხართ. რაო ბაჭუკა, გული ხო არ გაქვს ცუდად. შეტევა ხომ არ გაქვს. სასტრაფოში ხომ არ დავრეკავდოთ. მერთო შენზე დებილი არავინ მინახავს. არ დაგავიწყდეს რომ 4 საათზე განდრონის და ყურსასხლეთის ბრძოლაა და უნდა შევაჩეროთ. შენ თუ ნაშოვნი პულის დასტაინაზე არ გირტყა ნახე. ჩვენ სოფელში ყოველთვის უცნაური რაღაცები ხდება. სულ პრობლემაა, სულ საფრთხე, მაგრამ გამოსავალს ყოველთვის პოულობთ. ყველაზე კარგი ის არის რომ ჩვენ ახალი თაობა ვართ და შეგვიძლია ამ გიჟებზე ბევრად უკეთესები ვიყოთ. ოიცა რა დრო შენი დრამებია. სეზონი 3. ვიპროჭავს პოლიკ რა არის ეს რა მასკები გაგიკეთებია? რა ზერჯი ჩემ მასკებს შენ ხო არ გაღაშღაშებს? სერიოზულად გეუბნები თვალის ხრელები ისეთი ვიწროა ასე მგონია საყარო შენი მოჭიმული პროჭიდან ვუყურებ. პოლიკ ჩვენს მეგობარს არ მოკლავ. ნუ გაიტლიკე ენა ბიჭო სენტიმენტების დროა ახლა. მშჩო იქ რაღაცა კაცო. მეგრელების შიში ჩაჯმულთა ორგანიზაცია. ვა, ანუ დაიწყო უკვე? მეგონა ჯერ ადრე იყო, მეგონა ჯერ დრო მქონდა ჯანდაბა. იდიოტი. იდე მოგდევს? არა, შენი დიდი თავი შეეშინდა და გაიქცა. შეგეცი ბაჭო. მე ერთი ის გამაგებინე, კითხვა არ გაგიჩნდა როგორ გიპოვეს? ან შენი ნომერი საიდან გაიგეს? მაგრამ არა, იმიტომ რომ იდიოტი ხარ. ჯერ მოქმედებ და კითხვებს მე რესვამ. რა მოხდა? არაფერი არ ინერვიო. რა მოხდა? ქალო მეგონა დემონი ჩაგისახდა, ეს რა ჯანდაბა იყო? პოლი გაჩუნდი. როგორც ხედავთ, ჩვენც მეგრელები ვართ. საშიში არაფერია. აუ ჯიმა ძმურად გამახსენ ერთი როდის ვიწყებთ რევოლუციას? მე თავიდან ამომივარდა და მერთო შენ სიდებილე. ხვალ ვიწყებთ. ჯერ ჩვენი ქალაქის მერიას ავიღებთ, მერე მეგრელთ მოძულერთა გენოციდზე გადავალთ. ხო, ხო, ჯიმა გამახსენდა. კაი, აბა გენოციდზე შევხვდებით. ჯგირორდა. აურა ინფორმაცია დავცინცლეთ ბიჭო. კი, მაგრად მოიფიქრე მართლა. ღმერთო რა იდიოტია. აი სად გაგწოვა? რაკნა? გაგწოვა. რას ქვია გაგწოვა? რას ქვია და აი შეგეცი ბაჭო. მიდი, ჰა. ბაჭო, მიდი, ჰა, მიდი. პოლიკ ნუ შემჭამე. Yes, საღო ბაჭო. მოვიგეთ ბიჭო. რა უნდა ვქნათ? ჩვენ ინფორმაციით არსულას ნომერ 1 სკოლაში ბაჭო კაკაჩია სწავლობს. გთხოვთ რომ ისი დაკავების ბრძანება ახლავე გასცეთ. ღმერთო, რა გვეშველება? არ გაინძრე. არ გაინძრე მეთქი თორე გესვრი. რა ხდება? დაწეკი, ძირს დაწეკი დროზე. კარგი. ყველაფერს გავაკეთებ, ოღონდ ხილა. დავაკავეთ. გაიგეთ ხალხო, ბაჭომ რა მაგრა იხუმრა. შეგეც ბაჭო. აბა, სადამდე დაეცი ბაჭო? შენ, მე. შენ დააჭერინე ჩემი თავი ბიჭო? ხო, მე დავაჭერინე, მერე? ჭახანასთვის უნდა დამეჯერებინა რა. ხო გამაფრთხილა. ჭახანას თავი დაანებე. ძალიან კარგად იცი აქ რატომაც ხარ, შენ რევოლუციონერო ქვენძრომელა პროჭო. პოლიკ, ისეთი დებილი ხარ, აქამდე ცოცხალმა როგორ მოახწიე, ეგეც კი არ ვიცი ბიჭო. ოპა, მოკედე პირის ღრუ ბაჭო. ერთ მეგრელს უკვე წავაძრედ იშლა. უკან არჩენზე დავიხევ. სადაა თოკი ვერ ხედავ. აგერა ბიჭო, აი. ვა, ხაი ამას გეუბნებოდი, ვიწრო ხრიჭოები აქვს, დიდთავ. ვიწრო ხრიჭოები, გაგ ტვინში, გაიგე ბიჭო. წამოდი დროზე, ვითი ჭახანა სადაცაა? ბაჭო შეკათამო, პოლიკ მიიჯვი. რაო, რას ამბობ? კაიოს რა ვიცი, აბა დავკლათ ეს ქათამი, მოდი. შენი. ჩემი ცხოვრება დამთავრდა. კიდე კაი, დოჟრაჟი მაქვს, თორე პაჭოს იმედზე კი ვიქნებოდით უკვე გაწოვილები. შეგეცი პოლიკ. გამარჯვებულია პოლიკა. ელოდით ამ შედეგს. არა, ამურის გამოსწორება ნამდვილად არ იქნება. თან საოცარია რომ ამ ყველაფრის მიუხედავად მაინც ახერხებენ რომ ერთმანეთს მეგობრები დაუძახონ. პაჭომ ამაზე პერსონაჟები პასუხობენ ვიდეოში ვისაუბრა და ახსნა თუ მიუხედავად ყველაფრისა რატომ არიან ის და პოლიკა მეგობრები. პოლიკასთან რატომ მეგობრობ, როცა იცი რომ მეგრელები ეჯავრება? ჩვენი მეგობრობა ჩვენი მამების მეგობრობით დაიწყო. ბავშვობაში სულ ერთად დავყავდით ყველგან და ასე მოხდა რა. თან დამიჯერეთ ჯობია პოლიკასთან ახლოს იყო, რომ წინასწარ გაიგო შემთხვევით შენი ორგანოების გაყიდვას ხომ არ აპირებს. კომენტარებში დაწერეთ თუ ელოდით ამ შედეგს, ასევე თუ რამე ვიდეოს ნახვა გსურთ შეგიძლიათ ამის შესახებაც მომაწოდოთ იდეები. დროებით გემშვიდობებით, არხის გამოწერა და ვიდეოს დალაიქება არ დაგავიწყდეთ. 30-ში ახალი სერიით დაგიბრუნდებით.